დღეს შედგა ჩვენი დელეგაციის შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან. ჩვენ ზოგადად ყოველთვის ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, როდესაც კი ერთად გავდივართ საზღვარგარეთ საერთაშორისო პლატფორმაზე, რომ ჩავატაროთ რამოდენიმე შეხვედრა ინვესტორთა ჯგუფებთან. ინტერესი არის მზარდი. ეხლაც 20-ზე მეტი საინვესტიციო ჯგუფი, გლობალური საინვესტიციო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, აზიიდან ესწრებოდა ამ შეხვედრას. ზოგიერთი მათგანი უკვე არის ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილი და ინვესტირებას აკეთებს სხვადასხვა ფასიან ქაღალდში, ზოგიერთი აწიაპირებს შემოსვლას და ეს ინტერესი მათი მხრიდან არის გამოწვეული ჩვენი სტაბილურობით. მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველოს წლების განმავლობაში ავლენს საკმაოდ დიდ მედეგობას სხვადასხვა შოკის მიმართ. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის სტაბილური და მზარდი. ეკონომიკა არის მზარდი, ძლიერი ზრდა ეს არის, რაც აინტერესებს ინვესტორებს, იმიტომ რომ მათი ინვესტიცია არის უკუგებადი და დაცული ამ შემთხვევაში. ინფლაციური პროცესები მიუხედავად იმ გლობალური გამოწვევებისა, რაც ნავთობის ბაზარზე და ზოგადად სასაქონლო ბაზრებზე მიმდინარეობს, არის ასევე მართვადი და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა ორგანიზაციებიც აღნიშნავს, რომ ჩვენი გონივრული მონეტარული პოლიტიკის და გონივრული ფისკალური პოლიტიკის წყალობით ეს ბალანსი შენარჩუნებულია. ასევე აინტერესებთ ის სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობა, რასაც ჩვენი ბაზარი იძლევა, იქნება ეს უძრავი ქონების ბაზარი, იქნება ეს IT ბაზარი, ტრანსპორტირების და ლოგისტიკის, საფინანსო სექტორი განსაკუთრებით საინტერესოა ინვესტორებისთვის ბოლო პერიოდში. ჩვენ ყველაფერზე ამაზე გვქონდა დეტალური საუბარი და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს კიდევ ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე.